მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოკლედ დავტოვე მანქანა ხელოსანთან. არის ძალიან გასაკეთებელი. და 5 საათამდეო არ იქნება მზადო, ასე მითხრეს. ხონდა მოვიფიქრო 5 საათამდე რა ვქნა, სახლში ავიდე თუ არის 2:09. სახლში ავიდე თუ აქ მოვიბოდიალო. თან ის მეფიქრება, გოგოებმა არ გადაიყვანონ ჭკუიდან დაჯი. რაც წას გავისერინებ ბაზრის ტერიტორიაზე, თვალსწას დავალებინებ. რა სიტყვით თქვენ? დამირეკეს მანქანა მზად არისო და წავედი ხა ფეხით, ჩაუყევი ჩემს უსაყვარლეს სამგურალის დაღმართს. მთელი ბავშვობა რო გაქვს აქ განატარები. ჯერ ბაღში, სკოლის პერიოდში არა, რადგან სკოლა გვერდით ამაქვს და არ მიწევდა ამ დაღმართის ავლა ჩამოვლა. შემდეგ უნივერსიტეტში, ლიცეუმში. მე-11, მერე უკვე უნივერსიტეტში. ისეთ მოგონებებთან გაკავშირებს. ყოველი კუთხე კუნჭული წყალტუბოში. აქეთ არის იმერეთის სანატორიუმი, რომელიც ფაქტურად აღარ ჩანს უკვე. წავედით. წვანე ქალაქი წყალტუბი. წამოვიყვანე მანქანა ხელოსნიდან, გამისტრიალა, გამიზიზინა მანქანა მოკლედ და ჩემი თავი დავასაჩუქრე შაურმით. ხალხო, შაურმა ბოლოს როდის ჭამე არ მახსოვს, ალბათ ერთადერთხელ ამაქვს თბილისში ნაჭამი. მაშინაც ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში სუპირველად რო ჩამოვედი და დავაგემოვნოთ წყალტუბოს შაურმა როგორი არის. ნაკვერჩხალზე არის შემწვარი სხვათა შორის ხორცი. ხო და ვნახოთ მოვედი ჩემს უსაყვარლეს ცივ ტბასთან. ხო და შევახრამუნებ ეხლა და მე წავალ სახლში. ჩამოვედით პარკში. გოგოები. მოკიდე ხელი და წადით ერთად. წაკუნკულდით ერთად. ხო, დედა. მოვდივარ, დედა, მოვდივარ, ხო არ გამოვიქცევი. წავიდეთ დავათვალიეროთ ეხლა. რა ხდება? ხო, პარკში ვართ უკვე. მოვიარეთ მღვიმე მედაევე. ხო და გამოვიყვანე ხა გოგოები, დავათვალიეროთ რა ხდება საერთოდ აქ. რა სიტუაცია? შაურმას რაც შეეხება, 10-დან 7 შემიძლია დავუწერო. ბოლომდე ვერ ვჭამე. ნახევარ შევჭამე, საკმაოდ მსუყე იყო. და მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში რომელიც მქონდა, მოვდივარ და თბილისში რომელიც მქონდა დაგემოვნებული, ის ბევრად გემრიელი იყო სხვათა შორის. მაგრამ not bad. წყალტუბოსთვის რო იტყვიან. აქ იყო წყარო. აქ შიგნით ჩადიოდი და წყალი მოდიოდა წყალს ვამდი. მოვდივარ, დედა, მოვდივარ. ამ მუსიკებიც არ ჩართული აქ. ნავები არის, აუზი არის. ეს გაბერილი ატრაქციონებია და მთელი ამბები. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ეველინას უნდა და სტადიონზე თამაში, შესაბამისად ჩანთა შევატანინეს სახლში. ხო და მე უცებ გადავწყვიტეთ პარკში ჩამოსვლა, ჩანთა აღარ გამოგვიტანია და ფული არა გვაქვს წამოღებული, მაგრამ არა უშავს, ისე გავისერინებთ წყალტუბოს პარკში.
დანი, ევეკო, შენ დაღლილი ხარდე? იბანავეს გოგოებმა და ეხა წავიყვან დავაძინებ, თორე დანის ძინავს ფეხზე. ხო, დანი? ვაიმე! Smile! გოგოებო, SpongeBob-ს უყურებთ? წავიდეთ, ეხა დავიძინოთ. წავიდეთ. ყველას ტკვილი ძილი, ხო? ვაიმე, როგორ ეძინებათ ღმერთო ჩემო. იმნაირი დაღლილები არიან პარკის მერე, სტადიონზე. აბა მივდივარ დასაძინებლად და. რა არის? მაგრამ მე უყურებდი. შენ ქვემოთ არჩები? ქვემოთ არჩები დედა? არა. რატო ბრაზდები დედა ტელევიზორი თუ გამოირთვება ჩართვაც კი შეიძლება. შენ თუ დარჩები ქვემოთ, გამომხედე? დაძინებას არ აპირებ? ევე. გამომხედე. რა გატირებს? მიეცი ევეკოს გვერდზე გადადებს დე? ჩართოს მერე. წავიდე ჩვენ დავიძინოთ. გამიღი მე ერთი. ევე. Smile. ევე გამიღიმე დედა ერთი. ევეკო. ევე გამომხედე? გამიღიმე? გამიღიმე შენ რო იცი ისე? მიდი. მაგი არა გაღიმება. წავედი. რატო მეჩხუბები? აუ. მეცი ევეკოს დადებს იქ თაროზე. არ ჩართავს და წავალთ ეხა ყველა ერთად. ნუ თქვენთანაც ესე ჩხუბობენ? ჩვენთან სულ ჩხუბობენ. წავედით მოკლედ, ტკბილი ძილი ყველას.